გამარჯობა თქვენ უყურებთ მთავარს 6-ზე მე ნათია ტრაბაიძევა. სოხუმის აეროპორტი რუსეთის საკუთრებაში გადადის. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი რუს ოლიგარქს გადაეცემა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ახალი ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Elementია, რომელიც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას სახელს უკავშირდება. ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებულ დერიპასკას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ის პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლიგარქია. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებასა და მართვაში დარჩება. ირაკლი ბახტაძე განაგრძობს ამ თემაზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში სოხუმის აეროპორტის ოკუპანტისთვის გადაცემას უარყოფენ, ადგილობრივი მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და სადგურების გამანაწილებული პუნქტები რჩება. აეროპორტის კომპლექსში ყველა სხვა შემავალი ობიექტები და ეგრეთ წოდებულმა ინვესტორებმა და რუსეთის ფედერაციამ ერთხმად რამდენიმე კვირის წინ გადაინაწილეს. აფხაზეთის მედიის ცნობით, ინვესტორი რუსი მილიარდელი პუტინთან დაახლოებული მოკავშირე ოლეგ დერიპასკა. რუსეთის ოლიგარქი 2018 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებულთა პირთა სიაში და ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებული ოლეგ დერიპასკას სხვა პირებთან ერთად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სიაში სწორედ 2018 წელს შეიყვანა. ის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოცვის წევრია და მას ენდობა ვლადიმერ პუტინი. სოხუმის აეროპორტის აღსადგენად დაწესებული სამუშაოები რამდენიმე დღის წინ მოინახულეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა და ისინი ჩავიდნენ აფხაზეთში ამ ვიზიტის ფარგლებში. სწორედ აქედან ირკვევა, რომ სოხუმის ამჟამინდელი უფუნქციო აეროპორტი 2004 წელს რუსეთის ინვესტიციით მუშაობას რამდენიმე დღეში სავარაუდოდ ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას. გამოვიდა ინფორმაცია ბჟანიასგან, რომ ის ეხლა აპირებს აეროპორტის რუსეთისთვის გადაფორმებას და როგორც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ხსნის, ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ არ აქვთ ფინანსები, რომ გაარემონტონ ეს აეროპორტი და მოაწესრიგონ. ამიტომ ცდილობენ, რომ ამ ყველაფრით აფხაზებს აუხსნან, რომ ეს მათ სასიკეთოდ კეთდება. გარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენ ანექსიაზე ხმა არ უნდა რომ ამოვიღოთ და არ უნდა ვილაპარაკოთ ამ ამბავზე. მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ აეროპორტის თემაზე ისინი რამე განცხადებას გააკეთებენ, ან იმუშავებენ ამ საკითხის პოზიტიურ ჭრილში გადაჭრილს. თუმცა ჩვენ საზოგადოებამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მათ ვაიძულოთ, რომ დაგმონ ეს ყველაფერი და თუნდაც ელემენტარული განცხადება მაინც გააკეთონ ამ ამბავთან დაკავშირებით. რუსეთმა დაიწყო პრაგმატული ჭრილებში ურთიერთობა აფხაზეთთან, ანუ ფულს გადასცემს რაღაცის სანაცვლოდ, როცა ადრე იძლევდა უბრალოდ ფულს და ფულის ხარჯებოდა იპარებოდა, ეხლა ფულს იძლევიან უკვე რაც ეკონომიკის სანაცვლოდ. ეხლა საუბარი მიდის, რომ დერიპასკა აღადგენს სოხუმის აეროპორტს და ეს აეროპორტი უნდა გადასცენ მფლობელობაში ან მმართველობაში დერიპასკას. ოკუპანტი ბოლო პერიოდში აქტიურად აგრძელებს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას. ოკუპანტებმა ბიჭვინთვის ცნობილი სახელმწიფო აგარაკებისა და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთების გადაცემაზე უკვე მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას. სწორედ ამ რუსეთთან ფარულად გარიგების შემდგომ დაიწყო აფხაზეთში პროტესტი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლა ბუნებრივია მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ. მადლობა ირაკლი ბახტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მაჩალიკაშვილების პასუხი სოსო გოგაშვილის წერილზე. შულმკვდარი ოჯახი ადასტურებს, რომ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა ნამდვილად ჰქონდათ. მაჩალიკაშვილები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც 19 წლის თემირლანი მოკლეს, მათთან ოჯახში ხშირად მიდიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუსთან დაკავშირებული პირები. მაჩალიკაშვილები მიიჩნევენ, რომ თუ სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ნამდვილად სურს ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, უნდა გამოაქვეყნოს ის ჩანაწერი, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ვინ არის მთავარი დამნაშავე. კეთა ციცკიშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს.
დიახ, მაჩალიკაშვილები ნამდვილად ადასტურებენ 2019 წელს ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას, თუმცა როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, ამ შეხვედრაზე სოსო გოგაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი არასდროს ყოფილა. ის ასევე მოუწოდებს როგორც გოგაშვილს, ასევე გომელაურს, რომ ერთმანეთზე რაიმე კონკრეტული საკითხების გადაბრალებას აზრი არ აქვს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ როგორც გოგაშვილი, ისე გომელაური არიან მისი შვილის თემილან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეები, რადგან გომელაური მაშინ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შესაბამისად მისი ბრძანების გარეშე ვერ მოხდებოდა ამ სპეცოპერაციის ჩატარება. ასევე მაჩალიკაშვილი პასუხობს კონკრეტულ ნაწილს სოსო გოგაშვილის წერილიდან, სადაც ის ამბობს, რომ გომელაურმა მას მიუგზავნა აგენტები იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მაჩალიკაშვილების ოჯახი, რომ სწორედ სოსო გოგაშვილი იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და დამნაშავე, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის ძალიან კარგად ხვდებოდა, ვინ იყო აგენტი, ვინ იყო მიგზავნილი პირი მასთან და ძალიან კარგად იცის დამნაშავეების ვინაობა, შესაბამისად მოუწოდებს მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, რადგან არც ერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება. თუ მას უნდა რომ წავიდეს ამ სასტიკი ბინძური ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს. რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა, ვინ არის თავარი დამნაშავე. მე ვიცი, მან რო არ მითხრას გომელაურზე, გომელაური დამნაშავეა ამ საქმეში, იმიტომ რომ მაშინდელი სუსის უფროსი შეფი გომელაურია. ურჩევნიათ ეხლა ერთ მეორეზე გადაბრალებას, დადონ ის თქვან, რაც მოხდა. რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა, ვინ არის თავარი დამნაშავე, ყველამ თავთავისი წილი აიღოს და პასუხისმგება აიღოს თავის თავზე. ნებისმიერი მათი მოგზაუნილი, შემოგზაუნილი იმ წუთას ვიცოდი, ვინ რა სახით არის მოსული, ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რომ იქ მიეტანათ გოგაშვილთანაც და გომელაურთანაც. და სულ რამდენიმე წუთის წინ სოსო გოგაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელდა კიდევ ერთი მისი წერილი, ვრცელი წერილი შეიძლება ითქვას, სოსო გოგაშვილი დეტალურად აღწერს ვახტანგ გომელაურთან 4-ვე საუბარს, რომელიც მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში შედგა მობილური ტელეფონით. პირველი საუბარი ეს იყო 28 ივლისს და ის ამბობს, რომ ზურა მოდებაძე მე-12 ციხის უფროსი მივიდა მასთან საკნის შესასვლელთან და უთხრა, რომ საშხაპეში იდო ტელეფონი და უნდა ეპასუხა ამ ტელეფონისთვის. პირველად 30 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა დაახლოებით ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო მუქარა იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩუმდებოდა და არ მისცემდა შესაბამის ჩვენებებს ავგან მუხთარლის და არჩევნების გაყალბების შესახებ, მაშინ მასაც დასჯიდნენ და მის ოჯახსაც გაანადგურებდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა 2 დღე მისცა მოსაფიქრებლად სოსო გოგაშვილს, როგორც გოგაშვილი თავად ამტკიცებს და 2 დღის შემდეგ კვლავ დაურეკა, კვლავ ზურა მოდებაძემ გაიყვანა ის საკნიდან და შეიყვანა საშხაპეში, სადაც სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ტელეფონი იყო. ამ საუბრის დროს უკვე სოსო გოგაშვილმა ვახტანგ გომელაურს უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და ამ საუბრის დროს დათანხმდა შინაგან საქმეთა მინისტრი და დაპირდა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრებდა. ეს მოხდა მომდევნო დღეს 30 ივლისს, მასთან მეუღლე და 3 შვილი შეიყვანეს არასამუშაო საათებში უნებართვოდ. ამის შემდეგ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა ვახტანგ გომელაურსა და სოსო გოგაშვილს შორის, ოღონდ ამ შემთხვევაში ზურა მოდებაძე აღარ იყო უკვე ადგილზე და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ ყურირებდა ზურა მოდებაძის მოადგილე ხიტორიშვილი და უკვე მესამე საუბრის დროს ვახტანგ გომელაურს სოსო გოგაშვილმა უთხრა, რომ არ იყო თანახმა იმ პირობებზე, რასაც ასე ვთქვათ სთავაზობდა ბიძინა ივანიშვილის სახელით შინაგან საქმეთა მინისტრი და მეოთხე საუბრის დროს უკვე ვახტანგ გომელაურმა პირდაპირ უთხრა სოსო გოგაშვილს, რომ ის უშვებდა ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დაინახავდა. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი. ეს არის ციტირება სოსო გოგაშვილის წერილიდან. ის ძალიან დეტალურად აღწერს ვახტანგ გომელაურთან საუბარს და ასევე იმას, თუ როგორ მოახერხა მობილური ნომრის დაფიქსირება და ანაბეჭდების აღება ტელეფონიდან, მაშინ როდესაც მე 3 საუბრის
დროს ხიტორიშვილმა ის დატოვა მარტო საშხაპეში და გარეთ ელოდებოდა დერეფანში, ამ დროს გააგრძელა სოსო გოგაშვილმა საუბარი ტელეფონზე მაშინ, როდესაც უკვე გათიშვილი იყო და ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ მობილური ტელეფონის ნომერი დაემახსოვრებინა და ასევე ეგრეთ წოდებული წებოვანი ლენტით აიღო თითის ანაბეჭდები. ეს არის მოკლე შინაარსი იმ წერილისა, რომელიც სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ თუ ცოტა ხნის წინ გაავრცელა Facebook გვერდზე და ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ ვახტანგ გომელაურს, ის უკვე ზურა მოდებაძეს და ხიტორიშვილსაც ახსენებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ აი ამ ყველაფერში უკანონობაში, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობდა. მადლობა ქეთა ციცქიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა სოსო გოგაშვილის მეუღლის გამოკითხვა. გამომძიებლებს თია მარტყოფლიშვილთან შეკითხვები გოგაშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდსა და შინაგან საქმეთა მინისტრის მუქარაზე ჰქონდათ. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მარტყოფლიშვილმა განაცხადა, რომ მან უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, როგორ შეიყვანეს ის და მისი შვილები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში არასამუშაო საათებში და რა საუბარი ჰქონდა მეუღლესთან. გადმოვეცი სიტყვით, რა მუქარებიც იყო ჩვენი ოჯახის მიმართ, ჩემი ახლობლების მიმართ და სოსოს მიმართაც ეს ყველაფერი დეტალურად აღწერე, რომ ემუქრებოდნენ სოსოს ბრალს და უმძიმებდნენ, ჩვენ ამოგვწყვიტავდნენ და ჩემს გარშემო ახლო გარემოცვას დაიჭერდნენ და 1000 პროვოკაციებს განახორციელებდნენ. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს მის შეხვედრებთან დაკავშირებით ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილთან. ყველა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დეტალურად და ამომწურავად იქნა ჩვენი მხრიდან მიწოდებული, როგორც ჩანს, გამოძიება აქტიურ ფაზაში შედის და მე როგორც ადვოკატი ვფიქრობ, რომ ყველა ფიგურანტი, ვისაც შეუძლია ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, უნდა იქნეს დაკითხული. კელი დეგნანი განდგომილი ოთხეულის ბრალდებებს უაზრო შეთქმულების თეორიას უწოდებს. განცხადება ამერიკის ელჩმა დღეს წეროვანში გააკეთა. ელჩი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ პოლარიზაცია ოცნების პოლიტიკის შედეგია და არა პარტნიორების მოწოდებების. დღესვე ამ განცხადების შემდეგ ამერიკის საელჩომ გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს გასულ კვირას გადაეგზავნა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის რეფორმები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს და რომელმაც ამბოხებული ოთხეული და ოცნება გააღიზიანა. დოკუმენტში აღწერილია, რა პრობლემებია დღეს სასამართლო სისტემაში და რა ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გახდება ქართული მართლმსაჯულება უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. We have been working with Georgia. მე ზუსტად არ ვიცი, რასთან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მართველი პარტიისგან, რომელიც როგორც თავად ამბობენ დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოს და სხვებს, არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე მხარს უჭერთ საქართველოს, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა გახდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართულ ხალხს, გადახედოს წარსულს და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არ შესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები, სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან. სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს ბუნებრივია ხა ეს ლოგიკა, რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო. ის სამწუხაროდ შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რაღაც გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა რა არის შეთქმულება მისი აზრით. ის რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს როგორი იყოს. ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეგრეთ წოდებული განდგომილები ქართული ოცნების დავალებით მოქმედებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორებიც კარგად ინფორმირებული არიან და სწორედ ამით იყო განპირობებული ელჩი დეგნანის დღევანდელი განცხადება.
შეერთებული შტატების ელჩის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო. პირველ რიგში მან თქვა, რომ ის პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა პოლარიზაციაზე არის პირდაპირ ხელისუფლებაზე, კაულორის ღამის, შეუსრულებელი პირობების, დემოკრატიული რეფორმების არ გატარების გამო და მეორე ცხადი გახდა, რომ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ არავის არ აქვს კითხვის ნიშნები თუ ვისია ეს განცხადებები და ის წერილობით დოკუმენტები, რომელსაც თითქოს ეს სამეული ავრცელებს. ყველამ ძალიან კარგად ითის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქის პოზიცია, ეს არის ქართული ოცნების ამ სახეების პოზიცია და ყველასთვის ხადია მათ შორის ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ ის რთული ვითარება რაც არის ქვეყანაში, გამოწვეულია რუსული ოცნების, აი მუშამშობლო ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯები. ის რასაც დღეს ქართული ოცნების დეპუტატები და მათი მმართველი გუნდი აკეთებს და ვინმეს ილუზია არ ქონდეს, რომ ვიღაცა გამოეყო, რაღაც ცალკე სადღაც ტრიო შეიქმნა. ეს არის ქართული ოცნება, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. რასაც ქართული ოცნება აკეთებს დღეს თავისი რიტორიკით, თავისი პროპაგანდით, ბიძინა ივანიშვილის დაწერილი წერილების ტირაჟირებით, ეს არის პირდაპირ ვამბობ ქვეყნის ღალატი, ეს არის ჩვენ მეგობრებზე თავდასხმა, ეს არის იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, რაც დამოუკიდებლად თავისუფლება ჰქვია და საბოლოო ჯამში ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიყავს რუსეთის იმპერიისკენ. ძალიან კარგად იცის ამერიკამ და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და ამერიკულმა ანალიტიკურმა წრეებმა, რომ ქართული ოცნება აცდა დასავლურ კურსს, ამის გამოძახილი არის ის ანტიამერიკული და ანტიქართული ისტერია, რაც მოაწყო ქართულმა ოცნებამ. ვერთახმები ქალბატონ ელჩს, არანაირი განსხვავება ბატონ სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს და ვერჩამოვთქვი ყაველაშვილი და კიდევ ვინ არის ერთი ხო გურამ მაჭარაშვილის შორის და ქართული ოცნების სხვა დარჩენილი წევრებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამას უნდა დავარქვათ ქართული ოცნების სპეციალურ დავალებათა ჯგუფი. ანუ ბიძინას შაჰიდები დავარქვათ ამ ხალხს. მთავარი არხის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავები ლაშა ნაკაიძეს ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ადანაშაულებენ. ნაკაიძე გუშინ დააკავეს, თუმცა მისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ. მომხდართან დაკავშირებით მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია. მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას. თბილისის ქუჩებში ახალი პოსტერები გამოჩნდა და საანქცირეთ. ეს მოთხოვნაა დატანილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის ფოტოებზე. ქუჩის კამპანია ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პოსტერებზე გამოსახული ადამიანები უშლიან ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ახალი პოსტერები მოძრაობის წევრებმა წუხელ გააკრეს, თუმცა დილით დიდი ნაწილი დასუფთავების სამსახურს უკვე განადგურებული ჰქონდა. ქვეყანას აზის 6-თავიანი რუსული ოლიგარქიული გველეშაპი, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მიტაცებული აქვს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ბიუჯეტი და სწორედ რომ აი ეს ადამიანები არიან დამნაშავეები იმაში, რომ ემიგრაციაში გარბის საქართველოს დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, ევროატლანტიკური მომავლის პერსპექტივა გვეკარგება და ჩვენ დეოლიგარქიზაციით უნდა მოვახდინოთ აი ამ პრობლემების მოგვარება და ნათელი პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობის პერსპექტივა უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენ ხალხს. კამპანია გაგრძელდება ზოგადად როგორც პოსტერებით, ისე ჩვენი სამუშაო ვიზიტებით უცხოეთში, ისე ჩვენი აქციებით, ჩვენი მიერ მათი კორუმპირებული სქემების მხილებით, მანამ სანამ ეს ადამიანები არ გაუყვებიან რუსული გემის გზას ყველა რუსეთუმესთან და ყველა პუტინის მოკავშირესთან ერთად. მსგავსი პლაკატებით, მსგავსი საინფორმაციო აქციებით უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება, რომ ამ ქვეყნის პრობლემა არის ოლიგარქიული კლანი და საჭირო არის დეოლიგარქიზაციის პროცესის დაჩქარება. ეს ადამიანები უნდა გაუშვათ იქ, საიდანაც მოვიდნენ ჩრდილოეთში და მათ უნდა გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება ჩრდილოეთში და ოლიგარქიული კლანი, რუსული ოლიგარქიული კლანი, როგორც სოციალური მოვლენა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ. განცხადებაში, რომელსაც 30-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს. აღიარებენ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაულებები ჩაიდინა და დღემდე აგრძელებს ტერიტორიების მიტაცებას. სწორედ აქედან გამომდინარე ითხოვენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ქმედებების გაკონტროლებას. ფაქტორად გაუკონტროლებელი არის იქიდან რუსეთის ფედერაციიდან წამოსული ფინანსები ეს ერთი, თუმცა მეორე, რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერი არის, მას არაერთხელ გაუკეთებია ის, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნებისთვის გარკვეული სამხედრო ინტერვენცია გაუნახორციელებს სხვა ქვეყანაში, მათ შორის ეს ჩვენ ქვეყანაშიც გაუკეთებია. ეს რისკები სწორედაც კარგად უნდა გაანალიზოს ქვეყანამ, კარგად უნდა შეხედოს იმას, თუ რა რისკების წინაშე ვდგავართ, როგორც აი ამ თვალსაზრისით, რომ გარკვეული სამხედრო ინტერვენციის რისკები შეიძლება დადგეს. ჩვენი მოთხოვნა მარტივი იდეაში ერთი მხრივ ეს არის სავიზო რეჟიმის დაწესება, რაც დამატებით ბიუროკრატიას შექმნის ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი ინფორმაცია მოიძიოს ამ პირების შესახებ და მეორე არის გადახედვა მათი სამართლებრივი სტატუსი. თუ რა სტატუსით იმყოფებიან ისინი ქვეყანაში. ხედავთ, რომ ქართული ოცნება მოსვლის დღიდან ხელისუფლებაში მაამებელურ პოლიტიკით გამოირჩევა ჩვენი სიტუაციის მეზობელის მიმართ, ასე რომ მოლოდინი შეიძლება ნაკლებად არსებობდეს, თუმცა მნიშვნელოვანი საზოგადოება მათ შორის იცოდეს კაფეოთ, რა შეიძლება რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება გადადგას სუვერენიტეტმა ქვეყანამ, რომელიც პატივცემს თავის ეროვნულ ინტერესებს, იზიარებს საკუთარი ხალხის წუხილებს. ეს განცხადება და პოზიცია ეხმაურება ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიას უკვე აქტიურს, რომელიც უკავშირდება სწორედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას, რომ მათ არ ქონდეთ საშუალება იმოგზაურონ ევროკავშირში. შესაბამისად, ეს იყო თავიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პოზიცია და მას შეუერთა პრინციპში ყველა ის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში აქვს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არ მიაჩნია ეს პრობლემა და არ უყურებს ამას ეროვნული უსაფრთხოების ამოცანად და მუდმივად მიგვითითებს ქსენოფობიაზე და მუდმივად იშველებს არგუმენტს, რომ აი თუ ადამიანი გამოექცა რეჟიმს, მაშინ რატო არ უნდა შემოუშვათ. სამოქალაქო სექტორის სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესს და კრიტერიუმებს, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად მესამე სექტორის წარმომადგენლები უფლებადამცველ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს თავაზობენ აქტიურად ჩაერთონ შერჩევის პროცესში. აგვისტოს ბოლომდე ჩვენ მივიღებთ მათ განცხადებას, ვისაც უნდა ამ პროცესში ჩართვა და სექტემბრიდან უკვე ეს გაფართოებული შემადგენლობა სამოქალაქო სექტორისა შეიმუშავებს წესს, თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატის ნომინირება, ომბუდსმენის კანდიდატის ნომინირება. ნამდვილად ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა მხარე იქნება ჩართული, გარდა პოლიტიკოსებისა, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამას გამოვეხმაურეთ ჩვენ და ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რომ ტრადიციულად მსგავსად წინა პროცესებისა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო, ახლაც ასე წარმართული იყო პროცესი და ნამდვილად ნომინირებული იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ ცხადია ექნება პროფესიონალიზმი, გამოცდილება ადამიანის უფლებებში და ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შემდეგ ეს უკვე გადაითარგმნება საქართველოს პარლამენტში ფართე კონსენსუსის საგნად. წალენჯიხის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. ოპოზიციონერი მერის გადაწყვეტილებით შესაძლოა მთლიანად გაუქმდეს ის აიპები და სიპები, რომელშიც ძირითადად ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ დასაქმებული. გია ხარჩილავას ინფორმაციით მერიას დაქვემდებარებულ აიპებში 860 ადამიანია დასაქმებული და მათი შენახვა რაიონის ბიუჯეტს 7,5 მილიონი ლარი უჯდება. წალენჯიხის მერს სურს, რომ ეს თანხა მთლიანად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და რაიონის საჭიროებებს მოხმარდეს. ხარჩილავას და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უმცირესობაში მყოფი ქართული ოცნების წევრები ეწინააღმდეგებიან, მათ ერთი საარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს, რითიც საშტატო ერთეულების უცვლელად დატოვებას ითხოვენ. 11 მილიონი ბიუჯეტი და აქედან 7,5 მილიონი იხარჯება ოცნების მიერ დანიშნული ძირითადად პარტ-აქტივის ხელფასებზე და ადმინისტრაციულ ხარჯებზე. ერს ბატონ გიას იმ კოალიციას ოპოზიციურს, რომელიც აქ შეიქმნა, უნდა რომ გატარდეს ის რეფორმა, რომლის შედეგადაც მინიმუმ 4 მილიონი ლარი დაიზოგება აი ამ
პარტ აქტივის ხელფასებიდან და მოხმარდება მუნიციპალიტეტს. სტრუქტურები გადავსებული იყო პარტიული კადრებით. ჩვენი გათვლით 25-30% იმ 830-მდე დასაქმებულიდან გახდა სწორედ პარტიული ნიშნით მიაგრებული ადამიანები. პირველ ეტაპზე მერიის ორგანიზაცია ჩამთავრდა და ეს შემდგომ გადაინაცვლებს იმ აიპებში, სადაც ასეულობით ადამიანი არის დაუსაქმებელი. საბოლოოდ, როცა ეს პროცესი დასრულდება და შესაბამისობაში მოვა ის მილიონები დაუბრუნდება ქალაქს, ანუ დაუბრუნდება ჩვენი რიგითი ძალენჯიხილის კეთილდღეობას. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ წინასწარ იცოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შესახებ და კიევს აფრთხილებდა. თუმცა ზელენსკის მთავრობამ ეს გაფრთხილებები სკეპტიკურად მიიღო. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი ამერიკის, უკრაინის, ევროპისა და ნატოს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. როგორც ირკვევა, იმ დროს ნატო ერთსულოვანი არ იყო და ევროპის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ნდობაც შესუსტებული იყო. თუმცა ვაშინგტონმა მოკავშირეების კონსოლიდირება მოახერხა. რუსების გეგმის მიხედვით კიევის 3-4 დღეში უნდა დაცემულიყო, თუ საჭირო გახდებოდა უნდა ჩამოეშორებინათ ან მოეკლათ პრეზიდენტი ზელენსკი და დაესვათ მარიონეტული მთავრობა. ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში რუსეთის არმიას უნდა აეღო დნეპრის მარცხენა მხარე და დაწრულიყო დასავლეთისკენ. ვაშინგტონ პოსტის ამ სტატიას გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მისი თქმით, ხალხისთვის რომ ეთქვათ რუსეთის მხრიდან მომზადებული თავდასხმის შესახებ, ამას უკრაინის ეკონომიკა ვერ გაუძლებდა და კიევი მართლაც 3-4 დღეში დაეცემოდა. მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაში უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ შეგვეძლო ამ სიტუაციაში უფრო მკაცრად მოქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ დაუშვებდით, რომ ეროვნულ ბანკს ან რომელიმე სხვა დაწესებულებას ხალხისთვის საკუთარი ფულის გატანის უფლება შეეზღუდა. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს ეს უფლება აქვს. ამიტომ დიახ, ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს. არადა მე სწორედ ამას ვთავაზობდნენ. ეს რომ გამეკეთებინა უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლისიჩანსკში შენობა გაანადგურეს, რომელშიც ოკუპანტებს შტაბი ჰქონდათ მოწყობილი. გაიდაის თქმით, დაღუპულია 100-მდე ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე რუსული შველუფრენის ჩამოგდების შესახებაც. დღეს რუსული ძალები დონბასში სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას, თუმცა უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის ხაზი წარმატებით უჭირავთ. ამის შესახებ უკვე ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და артиლერიიდან რამდენიმე დასახლების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. ბრძოლები გრძელდება ქვეყნის სამხრეთშიც. მიკოლაევის ოლქში ოკუპანტებმა პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტს 2 რაკეტით დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა არ არის. სარაკეტო შეტევები განხორციელდა ოდესის ოლქზეც. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის თავდაცვის პაკისტანში წყალდიდობას 580 ადამიანი ემსხორპლა და მილიონებს უბედურება მოუტანა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. სამკვირიანმა კოკისპირულმა წვიმამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, 570 სკოლა. დანგრეული და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. არსებობს ქოლერას გავრცელების რისკი. გამოცემის ცნობით მოსახლეობა მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი გამოშვებით უკვე 9-ზე დაბრუნდება. ნახვამდის.